ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით. მოგესალმებით ყველას. სად ვართ? სად ვართ და ჩვენ სასურველებზე ვართ. მოდი არ გავამჟღავნოთ. კი ბატონო. სად ვართ კონკრეტულად? მოკლედ, რას ვაპირებთ, მაშინ მოდი ისა ვთქვათ. მოკლედ, ასეთი კარაბინი გვაქვს დღეს გასატესტად. ამ იარაღზე გვაქვს გადაღებული ჩვენ ვიდეო, სროლები არ იყო გადაღებული. ეს არის მონზა 308 კალიბრზე თურქული შაშხანაა, კარაბინი ოფროსოლით მოკლულიანი. ნურები გაკეთებული გვაქვს და განხილვაც გაკეთებული გვაქვს. დღეს ვფიქრობ პრაქტიკული სრულები მინდა რომ გავაკეთოთ ამ იარაღიდან. რეალური შესაძლებლობები რომ გამოვავლინოთ იარაღის. ესეთი მჭიდი აქვს, რომელიც არის 4 ხვაზნიანი. ევროპული ვარიანტია. ევროპული ვარიანტია, სანადირო შაშხანაა. ამ შაშხანას რაც წერია დახასიათებაში საშუალო მანძილებზე სასრულად არის განკუთვნილი. პიკატენის ელსიც არის. საშუალო მანძილი რა არის? საშუალო მანძილი არის ტყეში ტყიანში, მაგრამ 150 მეტრი 200 მეტრის მანძილზე. და ოპტიკას თუ დავაყენებთ, ეს მანძილი ორჯერ სამჯერ იზრდება. გააჩნია ოპტიკას, როგორ ოპტიკას მოვაყენებთ. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მხრიდან გასროლით მოხდება მანძილების დაფარვა, ესეთ კონდო სტაციონარიდან, გარემდგომარეობიდან, მაგრამ რეალურად რა შესაძლებლობები აქვს, მე როგორ პრაქტიკა გვაჩვენებს რა. გასაგები ხდება. ქართულად უწერია მაგალითად რამდენ მოასაკეთებს? არა, ეგ მონაცემები არა აქვს. არა, მე ვერ ნახე ყოველ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ რაღაც იყოს. იარაღს აქვს სამიზნე მოწყობილობები, მშრალი სამიზნე მოწყობილობები. ჩამალული აქვს, ნახე მარლენ, შეგინითა აქ, არ ჩანს. მაგრამ აპლიკაციას ღარია დატოვებული, სადაც ხდება ამის დამიზნება რა. ეს იარაღი ახლა ქარხნიდან არის პირდაპირ წამოსული, განასწორები იარაღი არ არის. დიახ. უბრალოდ ნახავთ ამის შესაძლებლობებს, რა მივაკრავთ, აგერ ფურცელი გვაქვს და ჯგუფებს ნახავთ, თორე 10-იანში მოხდება თუ 30-იანში მაგას პრაქტიკა გვიჩვენებს, მაგრამ თავარია რომ ჯგუფი ვნახოთ რა და იმ ჯგუფიდან გამომდინარე მე მოხდება უკვე სამიზნეს გადასწორება რა. დრახან მჭიდი გვაქვს 4 ხვაზნიანი, 4 ტყვიან ჯგუფებს ვნახავთ, სამიზნე, რომელიც დევს აი ჩემს წინ პირდაპირ სამკერდა ფიგურაა, მაგრამ ცენტრი მონიშნულია და ნახავთ რა ჯგუფს გააკეთებს, რა შესაძლებლობები აქვს ამ იარაღს. ოღონდ თავარია ჩემ GoPro-ს არ მოარტყა. ხო, თავარი არ მოვუტოთ GoPro-ს. ყურები ხო დაცული გაქვს? კი. საბუნია. გასროლა იქნება, საკმაოდ დიდი ხმა აქვს, ასე რომ მზად იყავით. შენ უხარ შარიანი. რამხელა წნევას აქმნის ირგვლივ. კი. რა არის? არჩი გვიშლის ხელს? აჰა. მესამე გასროლა. აბა ვნახოთ ახლა ჩვენი ჯგუფი. მხრიდან არის ნასროლი, არ დაგავიწყდეთ. რა დისტანციაზე ისროდი? არ არის შორი მანძილი 150 მეტრა. ეს ალბათ პირველი განასროლია ცივილულიდან. დიახ. და შემდეგ დაასტაბილურა. აჰა. ისე მე წარმომიდგენია, მოდი საყრდენი გავიკეთოთ და ისე ვისროლოთ. ძალიან მაინტერესებს რა. საყრდენიდან შეიძლება რომ ნახოთ. ანუ ეს სამი დავიმახსოვრეთ. კი ბატონო, ფლომასტერი პრინციპში გვაქვს. ხო, მოვნიშნავ მაგას. მოკლედ, ახლა მოხდება გასროლა უკვე საყრდენიდან. გავუფრთხილდით ყურებს. Archibald.
რამხელა წნევას ქმნის წარმოგიდგენია? ესეც მეოთხე. ახლა ვნახოთ შემომარლენ რა გავაკეთეთ საყრდენიდან სრულის შემდეგ. ფიქრობ რომ ჯგუფები ერთიორად უნდა გამოსწორებულიყო. ხო, ნუ სულ სხვა შედეგი არის უკვე. სულ სხვა შედეგი არის. აჰა. ბიჭო, და უკან დაანგრია კიდე ეს. მე როგორც ხვდები, ხო აქ თავისთავად ახლა ყველაფერი მოინგრეოდა. ირაკლი, ბატონო. მე როგორც ხვდები, საკმაოდ კარგი დაჯგუფება გააკეთა. ხო, ნორმალური. მიუხედავად იმისა, რომ თოფისთვის ვფიქრობ, რავი, მეტი უკეთესი განა რაღაცა უნდა იყოს. სამაზე დაყენებული კარგი სამიზნე მოწყობილობა ოპტიკაზე მაქვს საუბარი. ამ თუ კოლიმატორული სამიზნე. ამ ჯგუფს ჩათვალე რომ ერთიორად კიდე დააპატარავებს რა. ეხლა მოუხერხებელი პოზიციაა მოსროდი. პლუს არაკოდა ძალიან გახურებულია, და იდეყობით მეწოდა. ანუ იდეალური პირობები არ მქონდა, ასე ვთქვათ რა. პირველი იყო მხრიდან ნასროლი და მე თუ მკითხავთ მხრიდან ნასროლის შემთხვევაში დამაკმაყოფილებელი შედეგი იყო ეს. დიახ. ამ მანძილებზე. მერე უკვე საყრდენიდან მიუხედავად იმისა რომ არ იყო იდეალური საყრდენი, მაინც კარგი ჯგუფი გაკეთდა რა. კი. კი. ესეთი ვარიანტი. ჩემი აზრით ეს არის ალბათ ნახევარი მოა? ხო, ეს ნახევარი მოა კი. ცოტა მეტი. ნახევარი მოა, ოდნავ შეიძლება მეტი იყოს. მაგრამ პირველი ნახეს ცენტრშია კიდევ დასმულში. ეს განასროლი კიდე არ ვიცი იღებდა თუ არა მაშინ კამერა. ეს ალბათ ცივილულიდან არის, იმიტომ არ წასული. პირველი გასროლა იქნება. კი, იღებდა. იღებდა და გამოჩნდება. ჩემი ვარაუდით ვიძახი, მე ხო არ ვიცი ჯერ წინასწარ, მაგრამ ალბათ ეს იყო პირველი გასროლა ცივილულიდან, მე უკვე დაასტაბილურა. ჯგუფი და საერთო ჯამში ცოტა შედეგი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ვესოდით მეტრული სამიზნიდან, ვესოდით არასტაბილური მდგომარეობიდან, სუფთა სამონადირეო ვარიანტი ავიღეთ ახლა ჩვენ. სპორტული სროლა არ იყო, ეს იყო მხრიდან ნასროლი. და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ისეთი ძლიერი უკუცე მაქვს იარაღს. ხო, აი ეგ მინდოდა მეთქვა შეგრძნებები რა დაგიტოვა თვითონ იარაღმა. უკუცება მე მგონი რომ მართლა კარგი იქნებოდა. ისე მაგალებიდან გამომდინარე დიდია რა თქმა უნდა. თან ჩაკეტილი სისტემაა ეს ხო ინერციული განზოგადებული სისტემაა რა, რომ გადაიტენოს და რაღაცა მოხდეს კომპენსირება გააკეთოს გადატენაში. ჩახორული სისტემაა და მთელი იმპულსი უტყავს მხარზე. მიუხედავად ამისა, ასატანი იყო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასატანი იყო ეს უკუცემა. იარაღს პიჩი აქვს საკმაოდ რბილი რეზინის და კომფორტული იყო ჩემთვის ესეთი გასროლები. და შედეგი კიდე აგერ თქვენ თუ ნახეთ რავი, ზოგს შეიძლება მოეწონოს, ზოგს არ მოეწონოს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვუსვავ ხაზს, რომ ეს იყო მეტრული სამიზნიდან ნასროლი, მოუმზადებელი იარაღიდან ხარხნული პირდაპირ ყუთიდან ამოღებული იარაღი, ანუ მოუმზადებელი იარაღი. ლულას მოთელოც არ აქვს გაკეთებული. პირველი გასროლები. მოდი პირდაპირ თქვათ რა, მოთევლები რატოა საჭირო, რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, იმიტომ რომ ჩვენ გინდა არ გინდა გვყავს დამწყებებიც და კი ბატონო, ანუ ხარხნული იარაღზე მაქვს საუბარი, როცა ქარხნულად მოდის ეს იარაღი, იმას გასროლები არ აქვს გაკეთებული და ეს ნაჭედავებიც, რომელიც ახალი მოჭრილია, იმას ჭირდება ერთგვარი მოთელვა. მოთელვა ბრჭყალებში მოთელვა ნაბადი ხო არ არის მოითელოს, მაგრამ ანუ ერთი კონკრეტული ტყუის მონაცემებზე მორგება, ანუ იმ ნაჭედავების მოპრიალება, მოშლიფოვკება, მოკიდების, ასე ვთქვათ, დალაგება, რომ სტაბილურად ისროლოს მერე იარაღმა. და მოთელვის დროს აუცილებელია ხოლმე კიდე რამდენიმე გასროლის შემდეგ აუცილებლად იარაღი გაიწმინოს და აუცილებლად და პირველი წინაპირობაა ის, რომ ერთი ტიპის ვაზნები უნდა ვახმაროთ ამ იარაღს. ანუ რა ვაზნითაც მოხდა იარაღის ლულის ამოხვეწა მოთელვა, იმ იარაღით უნდა გავაგრძელოთ სრულად თუ გინდა რომ სტაბილური ესეთი კარგი შედეგები მივიღოთ. იმ ტყვიებით გინდა გეთქვა. ხო, იმავე ტყვიებით, რა თქმა უნდა. მოკლედ, დავასრულეთ დღევანდელი სატესტო გასროლები მონზადან, რომელიც არის 302 კალიბრის.
შედეგები თქვენ თვითონ ნახეთ, თქვენ თვითონ შეაფასეთ, რა მე უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მართლა მოუმზადებელი იარაღი იყო და მართლა მეც პირველად ვისროლი ამ იარაღიდან და მეტრული სამიზნე მოხდა გასროლა. უკეთესი სამიზნე მოწყობილობიდან უკეთესი შედეგი იქნება, რა თქმა უნდა. რამდენი აქვს ტვისტი თუ ვიცით? 308 კალიბრია და ალბათ 1.9 ან 1.10, ზუსტად არ ვიცი. გასაგებია. ალბათ 1.10 ექნება. თუ 1.10 ექნება. თვითონ დამუშავების ხარისხზე რა სიტყვია, თვითონ იარაღის შესრულება ძალიან მაინტერესებს, ხალხი კითხულობს ხოლმე, როგორი არის შეერთების ადგილები მაგალითად, აი რამე შეიძლება რომ მოედავო მწარმოებელს არის არა, ამ შემთხვევაში მე ვერაფერს ვერ მოვედავებ, იმიტომ რომ ვაზნები დელურად დაამუშავა, პრობლემის გარეშე შეიტანა და ამოაგდო. თუმცა მე იმას ვერ ვიტყვი, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს ეს ლულა, ასეთი ზუსტად სროლას. ფიზიკურად ეს მე ფიზიკურად არ შემიძლია ტყუილებს ვერ ვიტყვი. გამომდინარეობს ეს იქიდან თუ რა ინტენსივობით მოხდება იარაღიდან გასროლა და რა ინტენსივობით მოხდება მისი და რა წესით მოხდება მისი მოვლა-პატრონობა, ანუ წმენდა. სწორი გზით გაწმენდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლულა უფრო მეტხანს გაძლევს და მეტხანს იმუშავებს, ვიდრე ეს მიგდებული და შენახვის პირობები საერთოდ როგორ არის ხოლმე? მე გამიგია ხოლმე მაგალითად რომ ატათურქვა თუ არ მოუარე იჟანგება ხოლმეო. კი, იჟანგება ყველა იარაღი თუ არ მოუარე და იარაღს უყვარს განიავება, ანუ ხშირად დიდხანს ჩადება თუფხალთაში. იარაღს კარგს არაფერს არ უშვება მოკლედ. სულ იდეალურად იყოს გაწმენდილი და იდეალურად იყოს მოულილი ეს იარაღი. კაბურაში ჩაკეტილი მაინც რაღაცა მოუვა. ანუ უხაერობა არ უხდება ეს. უხაერობა არ უხდება. ხო, ჯობია რომ იყოს ამოღებული, განიავებული, ხშირად უტყავდეს მზე და ნიავდებოდეს და შრებოდეს იარაღი. შესაბამისად, გარკვეული მისთვის განკუთვნილი წესით შეზეთვა და ლულისში დაარხის მოვლა რევიზია და თვალიერება, ასე ვთქვათ რა. მადლობა დიდი. მეგობრებო, მაღაზია კალიბრი საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქებშია, მსხვილ ქალაქებში და არა მარტო იქ. პრინციპში მისამართები შეგიძლიათ ძალიან ადვილად გაიგოთ ნებისმიერ ტელეფონზე დარეკეთ, რომელსაც ნახავთ ამ ვიდეოების ქვეშ წერია ხოლმე. და ასევე ჩვეულებრივ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ რა იარაღია, რა საწმენდის საშუალებებია თუ რა ტყვიებია, ყველაფერს შეძლებთ და ნახავთ. აი აქ დაიწერება კალიბრი G. ნახვამდის. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.